წლის სერგი შტაძის ცხედარი დიდი დიღმის მიმდებარედ ერთ-ერთი მიტოვებული შენობის ნანგრევებთან იპოვეს. მე 3 დღის განმავლობაში ეძებდა ოჯახი, ბოლოს კი კონტაქტზე მის ნათესავთან გავიდა. ცოტა ხნით ადრე სანამ მისი კვალი დაიკარგებოდა, ის იმყოფებოდა დიდ დიღომში მის ნათესავთან სახლში. აქედან ფეხით წავიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით და უკვე ამის შემდეგ დაიკარგა სერგი შტაძის კვალი. ბოლო კომუნიკაციისას კი მის ნათესავს უთხრა, რომ სახლთან ახლოს იყო და მალე იქნებოდა თავის სახლში, თუმცა ამის შემდეგ უკვე იკარგება მისი კვალი და მეორე დღეს დიდ დიღომში გუდვილის მიმდებარედ პოულობენ სერგი შტაძის მობილურ ტელეფონს დაგდებულს და უკვე ამის შემდეგ აქტიური ძებნა გამოცხადდა მასზე და მხოლოდ 3 დღის თავზე მოხერხდა მისი ცხედრის პოვნა. სოფელი არის შოკირებული გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ ეს შეიძლება იყოს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული და ამას არ ეთანხმებიან გამომდინარე იქიდან, რომ სერგი შტაძის ცხედარს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღენიშნება დაზიანების კვალი, როგორც ისინი ამბობენ, არის სასტიკად ნაცემი და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას სიკვდილამდე. ყოველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ჯერჯერობით 115 მუხლით აქვს დაწყებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გადაკვალიფიცირდეს ეს მუხლი. ხაშურის მუნიციპალიტეტიდან არის სერგი შტაძე, გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს ის მის საცხოვრებელ სახლში, ოჯახი კი სამძიმრებს იღებს. სოფელი კი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი ეს გამოძიება, რადგან მათთვის დაუჯერებელია ის ვერსია, რაზეც ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს. როგორც ისინი ამბობენ, მას არანაირი კონფლიქტი და დაპირისპირება არ ჰქონია არავისთან და როგორც ადგილზე აცხადებენ, ის ტაქსის წყალობით და მიტანის სერვისით ირჩენდა თავს. ნაცემია, მეტი ვერაფერი დაადგინეს. ნაცემი ყოფილა. და გარემოებაში იპოვეს. გარეთ, ნანგრევებში. თბილისში. ხო, მიტოვებული ეს ერთი სიტყვითა ჩანსო ისიო. ცელოფნით რომ მივიდაო და იმ შენობაში მე იქ იკარგება თურმე ისი. კვალი ხო. ძალიან იყო ნაცემი. ძალიან წელები რამე ჩამხლეული აქვს. ტაქსის შოფერი. ავალო ბინაშიო და დავიძინებო. მე რო გათენდა დილაი არ გამოჩენილა სატაქსაოდ. ეს ამბავი თბილისში მოხდა. აქედან აბა რამშიშორის არის, მაგრამ ინფორმაცია გვაქვს ასეთი, რომ გარდაცვლილი ნახეს. სხვა მეტი არაფერი არ ვიცი. თელმა სოფელმა სულ არა გადაიფარა მაგის გარდაცვალების გამო, რომ ასეთი მსხვერპლი რატო შეიქმნა ეს ბიჭი? თელი სოფლის მაცხოვრებლისათვის ეს წარმოუდგენელი არის. იყო ძალიან გულკეთილი, თბილი, შრომის მოყვარე. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში მოკლულის მეზობლები და ახლობლები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ, რადგან მათთვის დაუჯერებელია თვითმკვლელობის ვერსია.